რა ხდება სამშვიდობო გეგმის ირგვლივ ამის შესახებ ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი გოგა ცხაკაიასთან კიევიდან შემოგვერთდება ის რეფორმების ჯგუფის ექსპერტი მოგესალმებით გოგა დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად პირველ რიგში დავიწყოთ რა თქმა უნდა ერმაკის გადაყენებით იმიტომ რომ არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა ამ გადაწყვეტილებას ტელეგრაფია და დასავლური მედია ავრცელებს ცნობებს რომ ამერიკის ზეწოლით მოუწია ზელენსკის ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოლაპარაკებებზე როგორც თავარ პირს ერმაკს არ გაუშვებდა და ყოველთვის კარგადაა ცნობილი ზელენსკის და ერმაკის ურთიერთობა. რას მოუტანს ეს ზელენსკის აძლიერებს თუ ასუსტებს მას ეს გადაწყვეტილება? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემი აზრით თუ ამ 4 წლის განმავლობაში ხალხმა ვერ გაიგო პრეზიდენტ ზელენსკის ხასიათი, არ ამგონია რომ ზეწოლის ქვეშ ის რაიმე გადაწყვეტილებას იღებდეს და ემოციების ქვეშ და იმედი მაქვს რომ ეს ასეც იყო. ფიქრობ რომ დაგროვდა კითხვები, როდესაც ხელისუფლებას, როდესაც ომი არის, ბევრი ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, დუნდება. ფიქრობ რომ ცვლილებები ყოველთვის საჭირო არის და მათ შორის ეს ცვლილება არის სერიოზული შესაძლებლობა რომ ბევრი რამ კიდე დამატებით უკეთესობისკენ შეიცვალოს. ყველა ცვლილება რაღაცა დოზით არის რთული, მაგრამ რაღაცა დოზით აქვს საშუალება რომ გააუმჯობესოს ეს სისტემა. იმის გათვალისწინებით, რომ ანდრეი ერმაკი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ის არ უყვარდა. და შესაბამისად, უკრაინაშიც ემოციები, ასე ვთქვათ, მიქსტ არის. ვიღაცები გახარებულები არიან, რომ ძიმეწონოსანი ფიგურა შეიცვალა და ეს გახსნის შესაძლებლობებს ბევრი ცვლილებებისთვის, ვიღაცები კი თვლიან, რომ ალბათ არ იყო სწორი დრო, სწორი ადგილი ამის გასაკეთებლად. მე მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ცვლილება განსაკუთრებით ეხლა უკრაინაში არის შესაძლებლობა პოზიტიური ცვლილებებისკენ და იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ამ კრიზისს პოლიტიკურს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს სიტუაცია ქვეყანაში და უფრო კონსოლიდაცია მოახდინოს. რაც შეეხება იულია სვირიდენკოს, რომელიც ჩაანაცვლებს ერმაკს და ის სახელდება როგორც ერმაკის კადრი. რამდენად შეძლებს ის ახლა გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა ერმაკი, ალბათ რთული კითხვა ეს, მაგრამ რა შესაძლებლობები აქვს მას და როგორ შეხედავს ამ ყველაფერს დასავლეთი? მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული არის, ამიტომ არ ვიჩქარებდი გაკეთებას. მოვალეობას ასრულებს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია ამ ეტაპზე. ჯერჯერობით ის პრემიერის მოვალეობას ასრულებს. შესაბამისად, არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება ამ წუთისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, მას შემდეგ იქნება უფრო მარტივი ამაზე საუბარი. საერთოდ ჯამში, ასე ვთქვათ, ნორმალურად ჩავთვლიდი მე პირადად მსგავს გადაწყვეტილებასაც. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ ესე იქნება. დაველოდოთ მე გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ დღეს შაბათს იქნება კონსულტაციები თუ ვინ უხელმძღვანელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ალბათ საღამომდე ან ორშაბათამდე ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდება. ალბათ კადრის მიხედვით იქნება გასაგები თუ რამდენად ძლიერ პოზიციას შეინარჩუნებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციაში. დასახელდა უმეროვი დელეგაციის ხელმძღვანელად და ბუდანოვი როგორც ვიცი ამ ორ კანდიდატურაზეა ლაპარაკი საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის მათ შორის. ხო, მოლაპარაკების ნაწილი და საერთაშორისო ურთიერთობის ნაწილი ალბათ მაინც დარჩება, მთავარ კოორდინატორად დარჩება პრეზიდენტი.
ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია overall ბევრ ფუნქციას განსაკუთრებით პრეზიდენტი ზელენსკის საქმეებიდან გამომდინარე, რასაც ის პირადად აკეთებს, ხო? ანუ მის მთავარი ფუნქცია არის საერთაშორისო ურთიერთობები, ასევე ის გახლავთ ქვეყნის მთავარსარდალი, შესაბამისად მისი მთავარი ამოცანა მათ შორის ომი არის, რომელსაც დიდ დროს უთმობს. მაგრამ ასევე კოორდინაციას უწევდა პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებს, სხვადასხვა ინსტიტუციონალურ მიმართულებებს ქვეყანაში. ზუსტად იმის მიხედვით თუ ვინ გახდება ხელმძღვანელი, ჩვენთვის იქნება გასაგები, რა ლოგიკით და რა როლით გააგრძელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამა თუ იმ საკითხზე კოორდინაციის კეთებას. დღეს მდგომარეობით ამის თქმა ძალიან რთული არის. ერთი რამ მინდა კითხოთ, ნაბუს გადაწყვეტილების შემდეგ, ნაბუს რეიდის შემდეგ მიიღო ანდრი ერმაკმა ეს გადაწყვეტილება და პრეზიდენტმა დაადასტურა საბოლოო ჯამში. რას ნიშნავს ეს, რომელიც არის უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და მასში დიდწილად ჩართულები არიან ამერიკელები და ბრიტანელები, ადასტურებს თუ არა ეს მოარულ ხმებს, რომ ერმაკის გადაყენებას ითხოვდნენ საერთაშორისო პარტნიორები. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს შეთქმულების თეორიები არის და სისულელი, ანუ ინსტიტუციონალურად ეს ორგანო ნაბუ არის სრულიად დამოუკიდებელი და ზუსტად მაგიტო იყო ის შექმნილი. მათ შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს წინა ხელისუფლების დროინდელ პირებს აქვთ მიღებული მონაწილეობა ამ რეფორმის დაწერა და იმპლემენტაციაში და რაც საუკეთესო checks and balance აღმოჩნდა უკრაინაში, მათ შორის, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ ორგანოს გაუქმება, გახსოვთ ალბათ რამოდენიმე თვის წინ, რომ იყო ხალხის გამოხმაურება და ძალიან მაღალი დონის პროტესტი, რაც ხურთისმინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დააბრუნა ის კანონი, რომელიც იქნა შეცვლილი. და ანუ როგორც ხედავთ, საერთო ჯამში კორუფციასთან ბრძოლის საკითხი ალბათ საჭირო არის, რომ მისი პირადი დაინტერესების საკითხიც გახდეს. და შესაბამისად ამ კრიზისის ძალიან პოზიტიურად გამოყენებად შეუძლია პრეზიდენტს. რაც შეეხება თქვენ ნახეთ ალბათ ევროკავშირის განცხადება, ანუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, მათი განცხადება იყო ესეთი ევროკავშირის, რომ ანტიკორუფციული საქმიანობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. ხო და ზუსტად ანუ მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე სასიამოვნო დრო არის ანტიკორუფციული საქმიანობის თუმცა უმნიშვნელოვანესია ომის დროს, როდესაც ქვეყანაში ფული იკარგება და ძალიან დიდ თანხებზე არის ლაპარაკი, ხომ? მას არავინ არ დატოვებს უყურადღებოდ, როდესაც პარტნიორები როგორ მიაღწიონ უკრაინის დაფინანსებას, რამდენი დაბრკოლების გადალახვა უხდებათ ამერიკაშიც და ორბანის შემადგენლობაში მყოფ ევროკავშირშიც, ხომ? ამიტომაც ჩემი აზრით იყო მიღებული გადაწყვეტილება ძალიან სწორი, რომ ამ კრიზისში არ უნდა ყოფილიყო დამატებითი არგუმენტაცია, არ უნდა ქონოდა არავის, თუ რატო უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას. უკრაინას უნდა დაუჭირონ მხარი არა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორი პოლიტიკოსები არიან, არამედ მთავარი, მათ შორის თქვენ ციტირებდით ცნობილი შახმატისტის სიტყვებს, ხო? რატომ? მე ვფიქრობ, მის პათოს მთლიანად ეთანხმება ძირითადი ცივილიზებული სამყარო. მთავარი რის გამოც არის უკრაინა მხარდასაჭერი, ეს არის უკრაინელი ხალხი, რომელიც თავის სიცოცხლეს დებს იმისთვის, რომ დაიცვან თავისუფლება, მათ შორის ყველა იმ ქვეყნის, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში და მათ შორის ევროპის, ხო? ამიტომ შესაბამისად არ შეიძლება, რომ რაიმემ ზიანი მიაყენოს ამ საერთო ერთობას, რომ ხარდაჭერა იყოს სრულფასოვანი უკრაინის, მათ შორის თქვენ კარგად თქვით, რომ სისტემაში ისედაც არის პრობლემები, მათ შორის უნგრეთი, რომელიც თქვენ ახსენეთ და არიან სხვა კონკრეტული სკეპტიკურად განწყობილი ან დაინტერესებული პოლიტიკოსები მსოფლიოში და მათ სალაპარაკო არ უნდა მიეცეს პირველი და მეორე თვითონ ქვეყნის შიგნითაც
უნდა იყოს არანაირი ძვრები იმისთვის, რომ ეს ერთობა, რომლითაც უკრაინა ამდენი ხნის განმავლობაში გამოდის, იქნეს შერყეული. და ბოლოს მინდა ვკითხოთ, ერმაკოვან განაცხადა, რომ ფრონტზე მიდის, ხო არ გავრცელებულა მეტი ცნობა, რას გულისხმობს ის და ამავდროულად მინდა მცირე კომენტარი გთხოვოთ სლუგან აროდას განცხადებებზეც. როგორც აღმოჩნდა, თავად უმრავლესობასაც ჰქონდა პრეტენზიები ერმაკის წინააღმდეგ, არათუ ოპოზიციას. რა იცით ამის შესახებ? მას შემდეგ რაც ადამიანი მოხსნეს, ვინც განცხადებების კეთება დაიწყო, ფიქრობ დააგვიანეს. თუ ვინმე სამის თავი ქონდა, მაქამდე უნდა გაეკეთებინა ეს განცხადებები. ესე ჯობია ხოლმე. კი, მე ეს არ იმალება უკრაინაში არაფერი და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ერმაკი ძალიან ბევრ ადამიანს არ უყვარდა და გასაგებიც არის, იმიტომ რომ ის იყო ალბათ მეორე პირი თავისი ძალაუფლებით ქვეყანაში. შესაბამისად, სად წავა და როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, ამას მე ვერ გეტყვით ნამდვილად, მაგრამ დავაკვირდეთ რა ცვლილებები იქნება, ჩვენ ყველანი იმედის თვალით უყურებთ, რომ ყველა ცვლილება იქნება პოზიტიური და უფრო მეტი ცვლილებები მოხდება ქვეყანაში, რაც შესაძლებლობას მისცემს უკრაინას უფრო წერსში გამართულმა იაროს.